თელავის ნომერ 17 საოლქო საარჩევნო კომისიაში 27 საჩივარი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ტელეკომპანია თანამგზავრთან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა. როგორც დავით კალავიშვილი ამბობს, გუშინდელს ხტომაზე 20 საჩივრის, ხოლო 7-ის განხილვა დღეს მოხდა. საჩივრების უმრავლესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება, გარდა იყალთოს მე-20 უბნისა, სადაც გადასატანი ყუთის ხმები ბათილად იქნა ცნობილი. სულ თელავის საარჩევნო ოლქში შემოსული არის ჯამში 27 საჩივარი. აქედან 20 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა გუშინდელს ხტომაზე. რაც შეეხება 7 საჩივარს, იგი დღეს განიხილება საარჩევნო კომისიის ხტომაზე. საჩივრები ყველა საჩივარი თითქმის ეხება პროცედურულ დარღვევებს. გარდა ერთი გადასტანი ყუთის შემთხვევაში, იყალთოს შემთხვევაში საჩივრისა, აქაც საბოლოო ჯამში პროცედურულ დარღვევებამდე მივდივართ, მაგრამ ამან გამოიწვია გადასტანი საარჩევნო ყუთის გაბათილება. რაც შეეხება საჩივრების განხილვას, საჩივრების განხილვა დღეს დასრულდება და უკვე ჩვენი გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა იქნება 2 დღე.